ნატოში ძალიან მომწონს აქ ყოფნა. თბილისში კი დღეს ვედისობას აღნიშნავენ. ის ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ კვირადღეს იმართება. ვედისობის აღსანიშნავად დასახლების მამათა მონასტრის ეზოში ადგილობრივებმა მოიყარეს თავი. ღია ცის ქვეშ გაიმართა ქართული ხალხური ცეკვის კონცერტი. შემდეგ კი ადგილობრივები ერთმანეთს შეეჭიდნენ კიდევაც. ვედისობას თბილისის მერიც ესწრებოდა უბნის დღესასწაული ვედისელებს გიგი უგულავამ პირადად მიულოცა. ძალიან კაი ტრადიცია, ჯერ ერთი არის შესაძლებლობა კონკრეტულად ამ უბნისთვის რომ შეიყაროს მთელი მოსახლეობა ერთმანეთთან ურთიერთობის და ჩვენთვისაც მერისთვის, ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ყველა უბნის მოსახლეობასთან დროის გატარების, სხვადასხვა პრობლემებზე, საჭიროებო საკითხებზე საუბრის. ანუ ეს არის ძალიან კაი ერთი მხრივ დასვენების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კარგი კომუნიკაციის და ურთიერთობის შესაძლებლობა. ვედისობა უკვე ტრადიცია და არის ქცეული 18 წელია ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ ვედისობაში მაწვევებას იღებენ საბურთალოს ყველა უბნის წარმომადგენლები აქ არიან როგორც დიდი დიღმიდან, სოფელი დიღმიდან, ვაშლიძვიდან, ცენტრალური საბურთალოდან და მნიშვნელოვანია რომ ხალხი ეს ერთად და ლამაზად აღნიშნავს ამ დღესასწაულს.